კვალიფიციური კადრების დეფიციტი კერძო სექტორში გამოწვევა, რომელზეც ბიზნესი წლებია საუბრობს, დღეს პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა იყო. მთავრობის მეთაურმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო. მხარეები თანხმდებიან, რომ განათლების კონცეფცია შრომითი ბაზრის მოთხოვნებს უნდა ერგებოდეს და უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს. ბიზნესი მზად არის ამ ანალიზისა და რეფორმის მომზადების პროცესში თავადაც ჩაერთოს. სახელდება ის პროფესიებიც, რომლებზეც კერძო სექტორში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა, თუმცა ახალგაზრდებისგან ნაკლები დაინტერესება. მათ შორისაა ტექნიკური სპეციალობების, სტუმარ-მასპინძლობის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროები. კონკრეტულ სფეროებში საკადრო დეფიციტის გამოსავლენად და საგანმანათლებლო პროგრამების შრომით ბაზარზე მაქსიმალურად მოსარგებად კონკრეტული გზამკვლევის მომზადებაც დაიგეგმა. როგორ წარმოუდგენია საქართველოს მთავრობას განათლების რეფორმა და ის კონცეფცია, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა და რომელზეც აქტიურად მუშაობს. ხელისუფლების მიერ შემუშავებული 7 საფეხურიანი რეფორმა უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ახალი მიდგომების დანერგვას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში კვალიფიციური კადრების კუთხით არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად განათლების სფეროს ახლებური ხედვა ქვეყანაში მომუშავე ბიზნეს ასოციაციებსა და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებს გააცნო. გვინდა როგორც მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბუნებრივია ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა და დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით. ბუნებრივია განათლების, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის, როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და ეს არის კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ძალიან ბევრი მიმართულებით, არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი, ანუ შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამსხოროდ სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომის ბაზარზე მორგებით გადავანაწილოთ კვოტები დისციპლინების მიხედვით და უნივერსიტეტების მიხედვით. ირაკლი კობახიძემ ბიზნეს სექტორს გაუზიარა ხელისუფლების სურვილი. მთავრობას სურს უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს. დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეს ანალიზი ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით მომზადდება. ბიზნესისთვის აქტუალური არის განათლების სისტემის რეფორმირება, რამე თუ მიიღოს ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მოქალაქეების სახით ის პროფესიონალი მუშახელი, რომელიც სჭირდება ამ ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ბიზნესის ჩართულობა აი ამ კვლევების განხორციელებაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი ამ პროცესისთვის და ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს პროცესები განხორციელდება, დაიწყება. გამოითქვა განსაკუთრებული საჭიროება ტექნიკური პროფესიების მიმართულებით. ბიზნესის მოთხოვნაზე იყოს დაფუძნებული უკვე იმ სპეციალობებისა და კვალიფიკაციების ნუსხა, რომელსაც საჯარო უმაღლეს სასწავლებლებზე ლაპარაკი მოამზადებენ. ასევე რაოდენობა უნდა იყოს თანხმედრაში იმ მოთხოვნებთან, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი მოთხოვნებთან, რომელსაც ბიზნესი ეკეთება. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი უნდა იყოს, რომ უმაღლესი სასწავლებელი ორიენტირებული იყოს არა სტუდენტის დღევანდელ სურვილზე, რა უნდა ისწავლოს, არა იმაზე, ეს სურვილი შეიძლება ასთენილი იყოს ბაზრის კონიუნქტურასთან, ამიტომ უნდა იყოს უნივერსიტეტი მორგებული, სად რო დაამთავრებს ეს სტუდენტი, სად დასაქმდება და რამდენად ექნება შანსი რომ დასაქმების. ბიზნესი თანამშრომლობისთვის მზად არის. კერძო სექტორი ამბობს, რომ სასურველია უმაღლეს განათლებაში არსებული პრაქტიკა შეიცვალოს, როდესაც აბიტურიენტი პოპულარულ პროფესიას ირჩევს, რომლითაც დასაქმების ალბათობა ნაკლებია. მაშინ, როდესაც სხვადასხვა მიმართულებებით კადრების დეფიციტია, ვაკანსიები თავისუფალია, მუშახელი კი საჭირო პროფესიულ უნარებს ვერ ფლობს. ეწოდებისა და მოთხოვნის ბალანსი უნდა იქნეს სწორედ დადგენილი. არ შეიძლება რომ 2-3 მიმართულება იყოს შეადგენდეს 80% ჯამში აბიტურიენტების რაოდენობის, ანუ არ არის ეს ბუნებრივი, ეს ერთი. მეორე რომ ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ვითარდება სხვადასხვა კუთხით ტექნოლოგიების თუ ასევე სხვადასხვა პროფესიული ვიწრო შედარებით ან შედარებით ფართო მოთხოვნის საჭიროება. ამასაც ფეხი უნდა აუღოთ სწორად და სწორედ ეს არის მთავარი გამგასაღები და გამოსავალი
იმისა, რომ კადრების დეფიციტიც შემცირდეს მინიმუმამდე და სიჭარბე პროფიციტი გარკვეული კადრების კუთხით ასევე დავიდეს მინიმუმამდე. ბიზნესს დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ხარისხის მართვაში, ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაც შეგვიძლია მივაწოდოთ თქვა განათლების სამინისტროს, იგივე ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენ რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება რომენი უნივერსიტეტებიდან უფრო კაი ხალხი მოგყავს, რას ვიხდით, რა არის საშუალო ხელფასი, რა დასაქმებულო, რა შემდეგ და ამიტომ ჩვენ ამას შეგვიძლია ჩავერთოთ ერთი მსხვილი და მეორე მსხვილი ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ საჯარო უნივერსიტეტებში, რომ ქველმოქმედება გავწიო და ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც განსაცვეთი, ასევე ჩვენ მივიღოთ მომაწვევი, რომელიც გადაწყვეტაში და ამას ვილაპარაკეთ ბევრი. შენიშვნა კი არ ხონდა, წინადადება ჰქონდა, რომ ტექნიკური პერსონალის განათლება რომ აწეული იყო, იმიტომ რომ დღევანდელი ტექნოლოგიები, რაც საქართველოში არსებობს, საჭიროებს სხვა მომსახურებას, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიო დონის ტექნოლოგიები გვაქვს ჩვენ და შესაბამისი ბალანსია დარღვეული. სპეციალისტი არ არის იმ დონის, რა დონის ჩვენ ტექნოლოგიები გვაქვს და თუ განათლების რეფორმაში ჩადებენ ამ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადებას, იქნება ძალიან წარმატებული. ბიზნესთან შეხვედრამდე ხელისუფლებამ განათლების მიმართულებით შემუშავებული კონცეფციები გუშინ აკადემიურ წრეებსა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გაუზიარა. უმაღლესი განათლების კუთხით მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვა ირაკლი კობახიძის განცხადებით ქვეყნის მდიდარი საუნივერსიტეტო და აკადემიური ტრადიციების აღდგენას უნდა მოემსახუროს. ქვეყანაში ფუნქციური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით უნდა იყოს გადანაწილებული. აკადემიური სწავლება 3 წლიან ბაკალავრიატისა და 1 წლიანი მაგისტრატურის ფორმულით უნდა შემუშავდეს. ხელისუფლებამ დისკუსია გახსნა არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების, არამედ სკოლებში 12-დან 11 წლამდე სწავლების შემცირებაზეც. ხელისუფლება გეგმავს, რომ განათლების კუთხით მოაზრებული ცვლილებების განხილვაში ყველა დაინტერესებული მოქალაქე ჩართოს.